უკუსლით პარკირების გამოსწორების მეთოდები. ზოგადად არსებობს ორი გამოსწორების ვარიანტი. ერთი, როდესაც ვართ მარჯვენა ჯოხთან ახლოს და მეორე, როდესაც ვიქნებით მარცხენა ჯოხთან ახლოს. ვიყურებით მარჯვენა სარკეში, სადაც მარჯვენა ჯოხი ან სარკეში საერთოდ არ გამოგვიჩნდება, ან გამოჩნდება ძალიან დიდ დაშორებაზე. ესე იგი, თუ კი ძალიან დიდი დაშორებაა ჩემსა და მარჯვენა ჯოხს შორის, გადმოვდივარ მაგ შემთხვევაში მარცხენა სარკეზე და ვცდილობ, რომ იქნებდა ჩემი მხრის ჯოხი, ანუ მარცხენა ჯოხი მაინც დავინახო. ანუ განვაგრძობ მოძრაობას ასეთ ცოტახანი უკან და თუ კი არ გამოჩნდება მარცხენა მხრის ჯოხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ შევდივარ, იმიტომ რომ ჯოხს ვერ ვხედავ. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ შემთხვევაში? ესე იგი, თუ კი მარცხენა ჯოხთან გვაქვს პრობლემა, ეს დაიმახსოვრეთ, რომ მარცხენა ჯოხს დრაივის გარეშე ვერ გავასწორებთ. ანუ მარცხენა ჯოხზე ვიყენებთ დრაივს. ესე იგი, სიჩქარე გადამაქვს წინსვლაზე, ანუ დრაივზე. დრაივის შემთხვევაში საჭე უნდა ავიღო საპირისპირო მხარეს ბოლომდე და უნდა წავიდე წინ. ჩემი დავალება აქ ის იქნება, რომ აი ეს ჯოხი, რომელიც ესე იგი არ ჩანს, უნდა გამოვაჩინოთ მისი ძირი, რომ შესვლა შევძლოთ. ესე იგი, ჯოხი მთლიანად გამოჩნდა, ჯოხის ძირი ჩანს. ეხლა გადმოვიდეთ ისევ იგივე სარკეზე, ანუ მარჯვენა სარკეზე და რა თქმა უნდა, აქედა ჯოხებიც უნდა გვიჩანდეს, ანუ ორივე მხრის ჯოხი სარკეში უნდა გვიჩანდეს. როდესაც ესე იგი ორივე მხრის ჯოხი სარკეში გამოგვიჩნდება, სიჩქარე ისევ გადამაქვს რევერსზე, ანუ უკუსვლაზე, საჭეს ისევ ვუბრუნებ მარჯვენა მხარეს, ანუ ისევ იგივე პოზიციაზე ვბრუნდები, საჭეს ვიღებ მარჯვენა მხარეს, რადგან აი ეს ხაზები უნდა გაგვისწორდეთ. ესე იგი, საჭე მარჯვნივ იყო, ხაზები გაგვისწორდა, ხაზი რო გაგვისწორდება, შემდეგ საბურავს გავასწორებ და განვაგრძობ მოძრაობას ასე უკან. ეს არის მარჯვენა სარკე, სადაც ვიყურებით და როგორც ხედავთ, მარჯვენა ჯოხთან ჩვენი უკანა მხარე მიდის ძალიან ახლოს. ესე იგი, რა უნდა გავაკეთოთ? ამ შემთხვევაში საბურავს გავასწორებ. საბურავს, როდესაც გავასწორებ, დავიწყებ მოძრაობას ისევ უკუსვლით. უკანა კარის სახელური მიმყავს ჯოხთან, ანუ ისე რომ უკანა კარის სახელური ჯოხის შიგნით აღარ შევიყვანოთ და შემდეგ ისევ საჭეს ვიღებთ მარჯვენა მხარეს.